პირველ რიგში მინდა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადო მამა დოროთე ყურაშვილს და ყველა კეთილსინდისიერ მღვდელს, რომელიც ემსახურება ღმერთს, ადამიანს და სამშობლოს და ნამდვილად გამოხატავს აი ამ მნიშვნელოვან სამტრიადას მამა დოროთე, რომელიც არის დაჩაგრული ადამიანების მხარეს და ქრისტე ყოველთვის იყო ჩაგრულის მხარეს. და რა თქმა უნდა, რეაქციის სტუმარი იქნება დღეს მაყურებელს ვეთქვი დოროთე ყურაშვილი და უყურებს. როდესაც ჩვენი მოწინააღმდეგე მხარე საუბრობს ქრისტიანობაზე, ჩვენც უნდა ვილაპარაკოთ იმ ქრისტიანულ ღირებულებებზე, რომელიც ყოფს საზოგადოებას, ოღონ საზოგადოებას თავად ქართული ოცნება ყოფს და ხლეჭს. წარმოუდგენელია, როდესაც ვლაპარაკობთ 4 ოქტომბერზე, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არის რამოდენიმე მნიშვნელოვანი კონტური, რომელზეც უნდა ვისაუბროთ. პირველი, ეს არის რომ 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის დღე, თუმცა გამარჯვება სჭირდება უფრო მეტი. და ეს ფაქტობრივად დადასტურდა. ეს არის ერთგვარი საშინაო დავალებაც ჩვენთვის. ანუ მარცხის დღე არისო? რთული საშინაო დავალებაა ჩვენთვის, ვინაიდან დღეს თუ ვინმე არის დევნის ობიექტი, არის დემოკრატიული ოპოზიცია. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი ივანიშვილმა? ჩვენ დაგვიანონსა 2024 წლის 29 აპრილს რუსთაველის გამზირიდან ივანიშვილმა რომ ყველას აკრძალავდა გლობალური ომის პარტია, ყველა ის ნარატივი, რომელსაც უკვე ერთი წელია ვისმენთ, სწორედ 29 ოქტომბერს დაედო საფუძვლად. მისი განცხადება აკრძალვაზე ვილაპარაკებ 4 ოქტომბერი იყო ნამდვილად. კი, 4 ოქტომბერი. 4 ოქტომბერზე შევყოლდეთ, რატომ იცით? თქვენ წინა ჯერზე ჩვენ სტუდიაში მაყურებელმა თუ გნახათ ჩემ ეთერში, ლაპარაკობდით 4 ოქტომბერზე, როგორც დაიწყება და დასრულდება და არანაირი ეჭვიც არ შექონდათ, რომ შეიძლება ასე არ ყოფილიყო. ამიტომ თქვენც გარკვეულწილად რაღაცნაირად ამ 4 ოქტომბრის მითის შექმნაში გაქვთ თქვენი პასუხისმგებლობა. აი თქვენი გადმოსახედიდან შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილად. ჩემთვის 4 ოქტომბერი მნიშვნელოვანი თარიღი. რეალობად იქცა ეს. მნიშვნელოვანი თარიღი იყო, ეს იყო ბრძოლის დღე. კარგად გამოჩნდა, რომ 100,000-ობით საქართველოს მოქალაქე არის მზად ივანიშვილის 100,000-ობით იყო ასე აფასე დემონტაჟისთვის და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს მათ შორის დემოკრატიული საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, გამარჯვება სჭირდება უფრო მეტი, ეს არის ერთგვარი საშინაო დავალება ჩვენთვის და რა თქმა უნდა, დიქტატურის პირობებში პარტიული უჯრედი ვეღარ იარსებებს ამ ქსოვილში, მხოლოდ იარსებებს პატრიოტული ქსოვილი, რომელსაც სჭირდება ერთიანობა. ერთიანობის გარეშე წარმოუდგენელია დღეს რაიმე წარმატების მიღწევა და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ როგორ ვიპოვოთ ის შეხების წერტილები მათ შორის თქვენ რა იცოდით? ხალხთან იმ ჯგუფებთან. ლაშა, თქვენ რა იცოდით 4-ის განვითარებაზე? იცოდით რომ ისე წავიდოდა პროცესი? რატომ გეკითხებით? ნახეთ, თქვენ ასე ვთქვით, ხაბეიშვილთან ყველაზე უფრო ახლო ურთიერთობა გაქვთ. ყველას მოვიკითხავ, სოლიდარობა, მხარდაჭერა, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, პოლიტიკურებზე აუცილებლად ჩვენ გავაგრძელებთ დაწყებულ ბრძოლას, ვიდრე არ მოვიპოვებთ გამარჯვებას, ჩვენ საზოგადოების გახლეჩვისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით რომ ყველამ გაიმარჯვოს საქართველოში, ყველა მოქალაქემ. დღეს სამწუხაროდ ივანიშვილი გვებრძვის არა პოლიტიკოსებით, არამედ ბიორობოტებით. ეს ხალხი რასაც აკეთებს შეუძლებელი წარმოუდგენელია პოლიტიკოსმა გაკეთოს. ასეთ რამეს ამბობდა, რომ ჩვენი გუნდის წევრებიცო იყვნენ მათთან ხაზზეო, ყოფილი წევრებიო, კონკრეტული სუბიექტი თანამშრომლობა და მათთან აგულიანებდა, მინიშნებებს აძლევდა, ხაბეიშვილს თანხას აძლევდა და მოკლედ ასეთი თანამშრომლობა არსებობდაო და ამის შედეგი იყო, საერთოდ ესეთი სცენარი იყო, აიღოთ ეს სასახლე, მერე სალომე ზურაბიშვილი შეეყვანათო და ასე დაემხოთ ხელისუფლება. ამ სცენარ იმაზე რაც იმ დღეს მოხდა, თქვენ რა ტიპის ეს თქვათ ინფორმირებული რამდენად იყავით და როგორ უყურებთ? ეხლა როგორ წარიმართ? ესე უყურებ და მჯერა ასევე ამ ბრძოლის 4 ოქტომბერი იყო დიდი ერთიანობის დღე. ისი გჯერათ რომ პრეზიდენტის სასახლე უნდა აეღოთ მიტინგის მონაწილეებს? იყო დიდი ერთიანობის დღე. ხალხის რაოდენობა იყო უზარმაზარი. მათ შორის დრონები, რომელიც გამქრალია და ახლა უყურებდი
რადიო თავისუფლების კი, ქონდა მასალა, რომ რატომ არ ჩანს, აი რატომ არ არის დრონის კადრები. ხო იძახიან, აი დავთვალოთ აქციის მონაწილეები. მოდი დავთვალოთ აქციის მონაწილეები. აი რამდენი ადამიანი იმყოფებოდა. ხო დრონის კადრებზე სხვათა შორის აქცენტს აკეთებს პაპუაშვილი, რომელმაც გამოაქვეყნა, სადაც ჩანსო აი მდინარე როგორ დაიძრა პრეზიდენტის სასახლისკენ. მოდი ცივი გონებით შევხედოთ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ჩვენ რა იცოდით მეთქი და მე ცივი გონებით ვიკითხოთ. მე ვიცოდი და ვიცი, რომ ამ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სოლიდარობა, მნიშვნელოვანია ერთიანობა. დიდი რაოდენობა ასე განვითარებას პროცესის ეთანხმებოდით? რუსთაველის გამზირზე. რა თქმა უნდა, მე მათ შორის გავეცი პასუხი, რომ იყო რამოდენიმე სიახლე, რომელიც ჩემთვისაც იყო სიახლე. გეგმა იცოდა რამოდენიმე ადამიანმა და არ ვიცოდით ჩვენ, თუმცა რაც მოხდა და არავინ აღარ აპირებს ნაცრის თავზე დაყარას. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს ბრძოლა გავაგრძელოთ. მათ შორის თქვენგან შეგულიანებული ადამიანი 60 კაცი დაჭერილია ამ ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა ვიღაცა ხომ უნდა იყოს. ნახე ქალბატონო დიანა, ძალიან მარტივია რა. პასუხისმგებლობაც აიღეს კონკრეტულმა ადამიანებმა და არა მხოლოდ პასუხისმგებლობა აიღეს, თავი გადადეს და თავი გაწირეს. და ეს ადამიანები ნამდვილად არიან თავგანწირვის ბრძოლის მაგალითები. მათ შორის პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, ბატონი ბერიძე, პაატა მანჯგალაძე, მურთა ზოდელავ ამ ხალხმა თავი გადადო და ეს არის ფაქტი. ფაქტია ეს. ჩვენ გავაკეთეთ საკმარისი იმისთვის, ვერ გავაკეთეთ სამწუხაროდ. აი ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, რომ ვერ გავაკეთეთ. სწორი გეგმა ქონდა. სწორი იყო, გამოჩნდა, რომ არ იყო საკმარისი ივანიშვილის დასამარცხებლად. მე თუ მკითხავთ, შეიძლება უკეთესად გაკეთება? კი. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა უნდა იყოს სპეცოპერაცია იყო, მაგალითად გვარამია წერს ასეთ რამეს. თქვენ ფიქრობთ, რომ ვიღაც იყო აი ამ საორგანიზაციო კომიტეტში ისეთი, ვინც შეიძლება ვისაც შეიძლება ქონოდა ყოფილ ოცნების ყოფილ წევრებთან კომუნიკაცია ძალიან ჰორიზონტალური პროცესი. ილოსანი ამბობს ასევე, რომ გადადინება, გადმოდინება ხდებოდა ინფორმაცია. ანუ იყო ვიღაც ამბის მიმტან მომტანი, ანუ რამ წარმოშვა პრობლემა, ეხლა გადახერხილ ხობეზე რომ აქცენტს აკეთებ, ამ შემთხვევაში ესე იგი ვიღაცა მიგ იცოდა რომ იქ მიდიოდა. ნახეთ ქალბატონო დიანა, მე შემიძლია გულწრფელად ვისაუბრო იმ პროცესზე, რომელი პროცესიც იყო 4 ოქტომბრამდე. 4 ოქტომბრამდე იყო პროცესი, მათ შორის წამოიწყო ქართულმა ოცნებამ შიდა დაპირისპირება, ახლაც შიდა დაპირისპირების კალაპოტი შექმნა. შეცდომაში შეგიყვანათ? არა, როგორ ეხა აი რიჟვაძეზე რაიმე პასუხი არსებობს? დღემდე ვიცით, ამ კაცს კლავდნენ თუ თავსი კლავდა. ეს პასუხები და ეს შეკითხვები ხო არსებობდა? ეს შეკითხვები არა მარტო ჩვენ, არამედ თქვენ როცა რაღაც ტიპის ინფორმაციას აშხერებდა, აძლევდნენ ამ ინფორმაციებს რაღაც იმიტაციას ქმნიდნენ, რომ გუნდში ისეთი დაპირისპირებაა, რომ თქვენ ანუ ხო ფაქტია. ეს ბრძოლა ხო დაიწყო 2023 წლის მარტიდან, როდესაც რუსული კანონი შემოიტანა ქართულმა ოცნებამ, შემდეგ დიდი ერთიანობით უკან წავაღებინეთ, შემდეგ შემოაბრუნა ივანიშვილმა და რეინიცირება მოახდინა რუსული კანონის და უკვე 2 წელია აი ამ კალაპოტში დგას მთელი ქართული საზოგადოება და თან არ დაგავიწყდეთ, რომ აი ამ პროცესში ჩვენ ვნახეთ არაერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი, რომელიც დაწერდა განცხადებას, შემდეგ წაშლიდა ამ განცხადებას. რატო? იმიტომ რომ ისტორიის სწორი მხარე ხო ნამდვილად ეს არის. ამაზე ხო არ არის დისკუსია. თქვენ ამბობდით ყველანი, რომ ასე უსასრულოდ ეს პროტესტი ვერ გაგრძელდება და 4 უნდა იყოს დასაწყისის და დასასრულის დღე. კი, თუმცა საკმარისი არ აღმოჩნდა. ანუ ახლა ამბობთ, რომ უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს. არა, რა თქმა უნდა, უსასრულოდ უნდა გაგრძელდეს, ქალბატონო დიანა. ნახე, ძალიან მარტივი მოცემულობაა. ქართული ოცნება რას აპირებდა? წინასწარ დაგვიანონს ეს. სიახლე რატო არ არის პოლიტიკური პარტიების აკრძალვა? იმიტომ რომ პარტიები და დემოკრატია არჩევნებამდე ამბობდა ძალიან ღიად. პარტიები და დემოკრატია რეალურად არაფორმალურად უკვე აკრძალა 2024 წლის 26 ოქტომბერს იმ არჩევნებით, რომელსაც ჩვენ უწოდეთ რუსული სპეცოპერაცია. აი აკრძალული პარლამენტში მანდატი ჰქონდა 61-იანად ოპოზიციას, მაგრამ ერთი მინდა გითხრათ, რომ არავინ აქცენტი არ დასვა ყველაზე მნიშვნელოვანზე. ეუთოს თავმჯდომარე ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ რაღაცა პროცესი ჩაატარა, არჩევნები, რომელსაც თუნდაც მესაფლავე აკვირდებოდა, ეს მესაფლავე გაყიდა ქართულმა ოცნებამ საერთაშორისო დამკვირვებლად, აი ამ პროცესს ეუთომ უწოდა ფარსი. რატომ? იმიტომ რომ კი არ უღიარეს, კი არ შეხვდნენ კობახიძეს
ეუთოს თავმჯდომარე მივიდა დემონსტრანტებთან, მივიდა რუსთაველის მანამდე გამზირზე. საგარეო და არ საქმეთა დაგავიწყდეთ, მინისტრია ეუთო ოდირი არის სამართლებრივი ინსტრუმენტი, მათ შორის დემოკრატიული სტანდარტი და პოლიტიკური ხელმძღვანელი სწორედ არის ეუთოს თავმჯდომარე. და ეს რას ნიშნავს, ქალბატონო დიანა? ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში გაუქმებულია დემოკრატია, აღარ არსებობს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ცხადია, მისი განცხადება იყო ის, რაც თქვა მანამდე ჯიდი ვენსმა, რომ დემოკრატიული მანდატი არ მოიპოვება ოპონენტების დევნით და ციხეში ჩასმით. ეს არ არის დემოკრატია. რომ 4-ზე არ გაქვთ პასუხები, ამაში ვილაპარაკოთ. ვისაუბროთ, კი ბატონო, ახლა ვარ. პასუხი რა არის? პასუხი არის ქალბატონო დიანა ის, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ნახეთ ორი პროცესი, სადაც იყო ფარსი და დაზიანა გეკითხებით ეს პროცესი, ვისთან მიქონდა ამბები და რამდენად ეს პროცესი თუ ვინმე დააზიანა ივანიშვილმა დააზიანა და არ შეგიწყოთ დამხობაში? არა, მოიცა. ამიტომ გეკითხებით. ფაქტი არის ის, რომ საკმარისი არ აღმოჩნდა 4 ოქტომბერი ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟისთვის. თუმცა ეს ამის განახვა სამში შეუძლებელი იყო, ანუ 2-ში, ანუ 31 სექტემბერს. არა, ნახეთ, მე ვხედავდი და თქვენთვის შეუძლებელი იყო. მე მესმის თქვენი ჩაკითხვები. და კი, შეიძლება იყოს ჩემი პასუხისგებლობის ნაწილი ის, რომ რატომ არ იცოდი გეგმა. მე ვიცი ერთადერთი გეგმა, რომ უნდა ვიბრძოლო ბოლომდე, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არ დასრულდა. კი ბატონო. ჩემი გეგმა არის ვიბრძოლო ბოლომდე, სადამდეც ივანიშვილი იქნება და ეყოლება ტყვეებად სინდისის პატიმრები. ეს არის უფრო გასაგებია. მაშინ ვილაპარაკოთ ახლა პარტიის აკრძალვაზე რა. არა მარტო ჩემი თანამებრძოლების გეგმა და პირველ რიგში უნდა დავინახოთ ადამიანების თავგანწირვის მაგალითი და მათი დაფასება არის აუცილებელი. მადლობა მათ ბრძოლისთვის, თუმცა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა და ჩვენ მათ შორის უნდა შევძლოთ ერთიანობა, დიდი წინააღმდეგობა არის სწორედ ის ფორმულა, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. და კი 4 ოქტომბერი მათ შორის არის ჩვენთვის რთული საშინაო დავალება და უფრო მეტი ორგანიზებულობა, უფრო მეტი საერთო პოზიციები გვჭირდება იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. ჩვენ ერთმანეთის გარდა არავინ არ გვყავს. სოლიდარობა, მხარდაჭერა, პარტიული პერსონალური აკრძალვა და პარტიული აკრძალვა, რამდენად რა სივრცეს გიტოვებთ ლეგალური პოლიტიკაში ყოფნის. ნახეთ, ქალბატონო დიანა, ჩვენ ხო თქვენ პარტიას რომ შეეხება პერსონებს შეეხება, ეს ხომ ცხადია. 10-მდე პარტიასო ამბობს ყობახიძე, მაგრამ ქალბატონო დიანა, სამიზნე მთავარი ხართ თქვენ. ასე მუშაობს ავტორიტარიზმი ყველგან. პირველი აუქმებენ და ახშობენ განსხვავებულ პოზიციებს, ჯერ პოლიტიკურ პარტიებს, შემდეგ არასამთავრობო სექტორებს და შემდეგ მედიას. მათ არ უნდათ განსხვავებული პოზიციის მოსმენა. რატომ? იმიტომ რომ მათ არ აქვთ სიმართლე. დღეს აი ივანიშვილის ერთ-ერთი ბიორობოტი გამოვიდა და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქეს, რომელიც იდგა რუსთაველის გამზირზე, უწოდა რაღაცა ერთი ვიწრო ჯგუფი. აი ესე უყურებენ ისინი საქართველოს მომავალს და ეს საქართველოს მომავალი ვერ იქნება. საქართველოს მომავალი მხოლოდ იქნება ევროპაში. რატომ გამოიტანეს ლოზუნგად ღირსებით ევროპისკენ? იმიტომ რომ მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში აქვს მხოლოდ ევროპულ მომავალს. ვერ ექნება მხარდაჭერა ჩრდილოვან მომავალს. ამიტომ არის რომ ისინი არიან კუთხეში, ისინი არიან იზოლაციაში. დღეს ვისაც აქვს პრობლემა, ანუ პარტია არ იქნება, რა შეიძლება იყოს? ქალბატონო დიანა, რომ თუ არ იქნება პარტიული უჯრედი, იქნება პატრიოტული უჯრედი, რომელიც შექმნის წინააღმდეგობების კერას არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც, ყველგან. როგორ წარმოგიდგენიათ ემიგრანტებს ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ უცხო ქვეყნის აგენტებიო და ამას უნდა შევეგუოთ, ან უნდა შევეგუოთ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა ივანიშვილის მეხოტბემ, რომ ახალგაზრდებს, ვისაც არ გინდათ რეჟიმის წესებიო, ან ციხეში წახვალთ, ან ემიგრაციაშიო. ეს არის ჩვენთვის ფუნდამენტურად მიუღებელი, მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა, მხოლოდ და მხოლოდ წინააღმდეგობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ერთიანობა. ის რომ მე თქვენ ვერ დაგარწმუნეთ 4-ის მნიშვნელობას ის რომ 4 ოქტომბერი იყო 4 ოქტომბერინათ მე ალბათ დარწმუნ კი 4 ოქტომბერი იყო ზეიმი ნამდვილი ზეიმი იყო
ქართული საზოგადოება იდგა ძიმე შედეგები თავისუფლებიდან 60 დაკავებული ადამიანით და მოიცა ეს არის ფაქტი. მოდი ფაქტებზე ვილაპარაკოთ. თავისუფლების სათქმელის მიცემით რომ იყო თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირამდე უწყვეტად იდგა ჩვენი თანამოქალაქეები იმისთვის რომ მათთვის მიუღებელია ის რასაც აკეთებს ივანიშვილი და ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის არის უნიშნელოვანესი. ჩვენ უნდა მოემსახუროთ ჩვენ თანამოქალაქეებს და ის პროცესი, რომელიც შედგა ფარსი, ტყუილი, რუსული სპეცოპერაცია, ხო ციფრებმაც აჩვენა, კოცების ციფრებმაც აჩვენა, რომ ის ხო არასწორი გზა. თუმცა ახლა მნიშვნელოვანი არის ერთიანობა, ჩვენ უნდა შევძლოთ შეცდომების გაანალიზება და მათ შორის თვითრეფლექსია მაგიტომ არის საჭირო და საშინაო დავალება იმიტომ არის 4 ოქტომბერი, რომ ჩვენ გვაქვს საერთო მომავალი, ჩვენი საერთო მომავლისთვის ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ერთმანეთს ხელი უნდა ჩავკიდოთ, სოლიდარობა და მხარდაჭერა არის უნიშნელოვანესი. არა მარტო პარტიები, საპროტესტო ნაწილი. ჩემი აზრით, ეს ბრძოლა ყოველთვის იყო ჩარჩოების მიღმა, პარტიული ჩარჩოების მიღმა იყო ყოველთვის ეს ბრძოლა და ახლაც იქნება პოლიტიკური ჩარჩოების მიღმა და მე დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ეროვნული მოძრაობა, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ივანიშვილს. ივანიშვილი არის საერთაშორისო იზოლაციაში და ეს იზოლაცია, როგორც არის საერთაშორისო დონეზე, საჭიროა ადგილზე, რუსთაველზე, თბილისში და ყველგან. ამიტომ მადლობა ლაშა. არაზმა და ამისთვის გჭირდება საერთო წინააღმდეგობა. კი ბატონო, მადლობა ლაშა ფარულავა იყო ჩვენი სტუმარი.